აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებასთან ერთობა ხვალისთვის ჩართულობით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დღიანი პროექტი მშვიდობა როგორც ღირებულება განახორციელა. პროექტში მონაწილეობდნენ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშაძემ მშვიდობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს კი მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და სტუდენტებს სამომავლო წარმატებები უსურვეს. მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, ეს არის ახალციხის უნივერსიტეტთან ერთად, სოხუმის უნივერსიტეტთან ერთად, ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად ერთობლივი ქართულ-აფხაზური ცენტრის სწავლების, განვითარების, მომავლისთვის განათლების ხელშეწყობის პროგრამა. გამორჩეული სტუდენტები, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობებით, მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის უნივერსიტეტში, ახალციხის უნივერსიტეტში შეიქმნა ცენტრი, აფხაზური კვლევითი ცენტრი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრისთვის პირველი გასვლითი შეხვედრა ასეთი ტიპის, სადაც სამი სხვადასხვა უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთად მუშაობდნენ საკითხებზე, რომლებიც ეხება შერიგებას და მშვიდობას, მოისმინეს არაჩვეულებრივი ტრენინგები ძალიან კომპეტენტური ადამიანებისგან და ვფიქრობ, რომ ეს იქნება საწყისი ახალი პროექტების. მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ჯაჭვი შეიქმნა რეალურად სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების გაერთიანებით. ეს იყო ისტორიული მეხსიერება, საერთაშორისო გამოცდილება, რა როლი ენიჭებათ ახალგაზრდებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესებასა და გაჯანსაღებაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, ეს კავშირები უკვე იქნება სამომავლოდ საქართველოს მასშტაბით არსებული უნივერსიტეტების, ასე ვთქვათ, გაერთიანების საწყისი.